საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტით, ბოლო 1 თვეში კი 1000-ით გაიზარდა. ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 369,311 ადამიანია. 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგაცილება უფიქსირდებათ, 369,311 შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 367,031 პირი იყო. 2024 წლის დეკემბერში კი 368,310 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 369,311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც ცეცხლს ვერ იხდიან, 96,301 კომერციული ბანკების კლიენტია. 299,659 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი, 7,082 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის. საერთო ჯამში 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის მალი 1,942,828 ადამიანს აქვს. ჯამში 51,923 მილიარდი ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ სესხებლების 81,6% საბანკო სექტორზე მოდის. კერძოდ, იანვრის მდგომარეობით ბანკებიდან 47,346 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1,586,063 სესხებელს აქვს აღებული.